ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო უმცირესობა სახელმწიფო პრემიების საკითხი დაინტერესდა. პრემიების თემას დღეს უმრავლესობიდანაც გამოიხმაურდნენ. განხილვას ჩვენი რეპორტიორი თეონა ხარაბაძე ისმენდა და სწორედ ის მოგვიყვება, რა საკანონმდებლო ცვლილების წარდგენას გეგმავს თინა ხიდაშელი პრემიებთან დაკავშირებით პარლამენტში და ვინ გახდა მისი კრიტიკის ობიექტი დღეს. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის წარდგენისას დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იყო სახელმწიფო უწყებებში პრემიების გაცემის საკითხი. დღეს დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი დაინტერესდა, თუ როგორ უნდა მოხდეს პრემიების გაცემა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში 2013 წელს ბიუჯეტი 700 მილიონი ლარით გაირღვა. პრემიები კრიტიკის საგანი იყო ასევე მართველი გუნდისათვისაც თინათი ხიდაშელი აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა შემოიტანოს საკანონმდებლო ორგანოში. 220 მილიონი ლარით არის დაახლოებით ჯანდაცვის ბიუჯეტი გარღვეული. ასევე შემაშფოთებელი არის განათლების და ინფრასტრუქტურის სფეროებში არსებული დანაკლისები და ერთადერთი სფერო, სადაც ჩვენ მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ ბიუჯეტის 700 მილიონით გარღვევის პირობებში, ეს არის ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები, 128 მილიონი ლარი. მთავრობის დაფინანსების გაზრდას, პრემიებს და ასე შემდეგ გააგრძელებთ თუ არა ასევე 2014-ში. შრომის ანაზღაურების პრემიებს უნდა დავარქმევთ, შრომის ანაზღაურების ფონდი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 128 მილიონით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით 185 მილიონით გაზრდილია თანამდებობრივი სარგოები. კარგად მოგეხსენებათ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოები არავისი არ გაზრდილია, ეს იყო ძირითადად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, სასამართლო სისტემაში ხელფასების მომატება. ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ დაახლოებით 13-დან 14,000-მდე ოჯახს შეუჩერდა ან შეუწყდა სოციალური დახმარება. ანუ ამ ოჯახებს ეს ოჯახები ვერ იღებენ მინიმალურ საარსებო წყაროსაც კი. ამ პირობებში თქვენ 128 მილიონს ხელფას დაარქმევთ, დაანამატთ თუ პრემიას, დამერწმუნეთ, ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ცალსახად და მარტივად უნდა ვთქვათ, რომ კატასტროფა იყო. აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, რაც გააკეთა ჩვენი ხელისუფლების ჩინოვნიკებმა, ზოგიერთმა ჩინოვნიკებმა ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამიტომ ამას თალსახად შეფასება აქვს და არ არის ხალხ საჭირო ახსნა განმარტებები, რომ ასე იყო და ისე იყო. მომავალ კვირას, ანუ სანამ ეს სასესიო პერიოდი დასრულდება, მე პირადად დავარეგისტრირებ საკანონმდებლო ცვლილებას პრემიებთან დაკავშირებით, რომელიც კიდევ უფრო შეუძლებელს გახდის იმ მარაზმს, პირდაპირ ვთქვათ, რაც ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ხდებოდა. ეს ჩვენი ხელისუფლებით არ დაწყებულა, მაგრამ ეს არავის არ ხსნის პასუხისმგებლობას. იყო რაღაც შეცდომები, ბუნებრივია მოუვიდათ ვიღაცებს, წვნებაც მაღალი იყო, თუმცა ეს არ იყო მასიური და ეგეთი ფაქტები არ აღინიშნება. რაც იყო განსაზღვრული და დადგენილი იმ პერიოდისთვის ნორმა, იმით ხორციელდებოდა ყველა სამინისტროებში, მათ შორის სიპებშიც ამ პრემიების გაცემა. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ ბიუჯეტის 700 მილიონი ლარით გაირღვა, შესაბამისად ქვეყანაში არ განხორციელდა ინფრასტრუქტურული და ასევე სხვა პროექტები, რომელიც წლის განმავლობაში დაგეგმილი იყო. მართლ გუნდში ოპონენტებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საკითხთან დაკავშირებით არაადეკვატურია. ნაციონალური მოძრაობა არ აღიქვამს რეალობას ისე როგორც არის. დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობდნენ, რომ ბიუჯეტში არსებობდა პრობლემები, თუმცა ამას ეკონომიკაზე გავლენა არ ჰქონია. რა თქმა უნდა, თავიდან კლება იყო, მაგრამ ეხლა შეინიშნება უკვე დინამიკაში ამაჩვენებლების მატება. კლების მიზეზი იყო ზოგადი პოლიტიკური ვითარება, რა თქმა უნდა, ინვესტირება იყო დაბალი, იცით რომ ბიზნესი არის ძალიან ფრთხილი და როდესაც პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ქურდები, ყაჩაღები, მოღალატეები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ზოგად პოლიტიკურ სურათს ქვეყნისას და ეს აისახება საზღვრების გარეთაც და ინვესტირება რა თქმა უნდა ნაკლებია. მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ჩვენ დავასრულეთ, ასე ვთქვათ, იმისათვის ბრძოლა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური პოლიტიკური ვითარება. ეს არის ზოგადად, ვთქვათ, ის პოლიტიკა, რომელიც აწარმოა მთავრობამ მთელი გასული წლის განმავლობაში, შემცირება მკვეთრად ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიშწორება ოპოზიციასთან და ამაში დროის ხარჯვა და არა იმისთვის, რომ ინვესტორები მოეწვიათ და მეტი სამუშაო ადგილები შეექმნათ და იგივე ალბათ ის, რა ვიცი, მონეტარული პოლიტიკაც ზოგიერთ შემთხვევაში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ზოგადად სამთავრობო პოლიტიკა არ იყო ორიენტირებული ქვეყნის
ამუშავებაზე და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის გაზრდას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, პროგნოზირებულ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დაბალი იყო, რადგან ეს ძირითადად გამოწვეული იყო ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური გარემოთი. შესაბამისად, დაანონსებული 6%-იანი ზრდა ქვეყანას არ ქონია. წლის ბიუჯეტი გაგმირ პარამეტრებთან შედარებით შესრულება იყო ნაკლები, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელიც სრულად არის ახსნილი ანგარიში. ეს რა თქმა უნდა იყო, რაც თქვენ ახსენეთ, პოლიტიკური არასტაბილურობა. მოხდა რიგი საინვესტიციო პროექტების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გადახედვა, რადგანაც არსებობდა გარკვეული კითხვები და ეჭვები ყველაფერმა ამან ერთობლიობაში იმოქმედა ბიუჯეტის შესრულების იმ მდგომარეობაზე, რა მდგომარეობაც ჰქონდა 2013 წელს. 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვა კომიტეტებში დღეს დასრულდა. მომდევნო კვირას კი წლიური ანგარიშის განხილვა უკვე შედგება უმცირესობისა და უმრავლესობის ხდომაზე, ასევე ბიუჯეტს მოისმენს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. ამის შემდეგ უკვე ანგარიშს გაიტანენ კენსაყრელად სესიაზე. რაც შეეხება ბიუჯეტს, 2013 წლის ბიუჯეტმა ჯამში შეადგინა 9 მილიარდი ლარი.